მანქანა აღარ დამჭირდება. დადი დაისვენე. მოიცა? ხვალ დილით რის ნახევარზე მდინარეს უნდა ავკვეთ სათავემდე. დიახ. გამარჯობათ? თენგის გაუმარჯოს. როგორ ახარ? რაკი ხმაზე მცნობ, ესე იგი გახსოვ არ კიდე. ვართ რა. თქვენ რა გიჭირთ ძმაო? 7-15 წუთზე სახლში ხართ უკვე. ჩვენ მუშაობთ. ხომ უნდა გარჩინოთ ქალაქელები. მივიღე კი, მივიღე. ეს წერილი რომ არ მოსულოდ ალბათ ვერ დავიჯერებდი რომ 20 წელი გავიდა უკვე სკოლის დამთავრებიდან. შენ რამდენი ვართ? მე ამ შეკრების გამო პლენუმი გადავდე კაცო. ჩამოვალ ამ დღეებში ალბათ. თენგიზ. ხვალ შენს მინისტრთან მინდა დარეკვა. და შეამზადე რა. ცემენტი და 22 მმ-იანი მილები. არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი, გინდ რეკომენდაცია, გინდ პროტექცია. კი. ჩვენს გჭირდება საქმის ჩაწყობა. გინდა გავცვალოთ პრობლემები. რა და აი მაგალითად ხვალ ბიუროზე 3 კაცი უნდა მოხსნა, ან გამანთავისუფლო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. საქმე ის არის, რომ იმათ მაგივრად უნდა დავნიშნო მეორე 3. საქმის მცოდნე და პატიოსანი, აი ეგ არის პრობლემა. კარგი. ვისი? ცისანას? როგორ დამავიწყდა, მიწერია ხომ იცი სადღაც. აი აგეთ მიწერია. კი. დაურეკავ ტელეფონით. ვი დღესვე. არ დაგავიწყდეს რა? აბა კარგად. გავაშელი ვარ თბილისი მომეცი. 38-34-16. მადლობთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მისამართი ხომ არ შეგეშალა? არა. მე რას ნიშნავს ეს? საქმე აქვს თქვენთან. დღეს ჩემთან 40 კაცი მაინც იყო საქმეზე, ზოგი საჩივრით, განცხადებით, თხოვნით, მაგრამ ასეთი რამ ჯერეთ მე გიჟიარა. ჯერა. ახლა ვიაგიხსნით ყველაფერს. ჩამოჭიქი. იცით მე იმედოვნ გავისვოთ ერთმანეთი. დიახ. მე ცოტნე მქვია. გვარად ცოტაზე ვარ. დაჯიქი. საცხოვრობ ცოტაზე. ჩინარში. სოფელ ჩინარში იცით ალბათ. ვიცი. ისმე. სამუშაო მინდა გთხოვოთ. მე მაგისტრის აუცილებელი იყო ჩინარიდან ჩემთან მოსვლა. აუცილებელი იყო. რატო? იმიტომ რომ მე მინდა გთხოვოთ ნამდვილი დიდი საქმე. ნამდვილი დიდი საქმე. რამდენი წლის ხარ ცოტაზე? იცოდი ამას რომ შემეგითხებოდით. იმიტომ მოვიტანე ეს. ესენი ჩემი ხნისანი იყვნენ. კიდევ უფრო ახალგაზრდები. 16 წლის ფრანგმა მათემატიკოსმა გალუამ შექმნა ალგებრულ განტოლებათა ამოხსნის საერთო თეორია. გარდაიცვალა 21 წლის ასაკში. 9 წლის მოცარტი მართავდა საჯარო კონცერტებს. 17 წლის არკადი გაიდარი მეთაურობდა პოლკს. საბჭოთა კავშირის გმირი 14 წლის პიონერი. ესე გებია?
13 წლის ანა ფრანკი ფაშისტებს ემალებოდა სხვენზე და იცით დაწერა ვიცი სპექტაკლს მინახავს 17 წლის მაიათში ბუგდანი ასაგებია ეგ რაღაც გინდოდა რა რომეო 16 წლის იყო და ჯულიეტა 14-ისო ისე ყოველ შემთხვევაში შენ რომელი უფრო გინდა დივიზიის მეთაურობა თუ მსოფლიო ჩემპიონობა ცით მე მხოლოდ მინდა რომ დაგარწმუნოთ ჩემი ხნის კაც შეუძლია გაუწყვეს ნამდვილ დიდ საქმეს რას ეძახი შენ ნამდვილ დიდ საქმეს ან სოფელში საქმე რამდალია თუ ბარი და თოხი გეცოტავება რა ქნა რა საქმე გამოგიზება მილიციის უფროსის ადგილია ვაკანტური თუ ესეც არ გეცოტავება რა თქმა უნდა არ გამოდგები იარაღის ხმარება არ ვიცი რაიონის მთავარ ქირურგს ვეძებთ სწავლა უნდა ექიმობას დიდი დრო დასჭირდება ეს მართალია იქნებ სწავლის გაგრძელებაზე გეფიქრა როდის დაამთავრე ჭაშა სწავლე ინსტიტუტში არა რატო იცოდე ვერ ჩავაბარებთ წესიერიგზით სად იყავი აქამდე სოფელში რას აკეთებთ რასაც დამავალებდნენ მაინც ძირითადად რა საქმიანობას ეწეოდი თავმჯდომარედ მუშაობთ რის თავმჯდომარე კოლმეურნეობის თავმჯდომარე კოლმეურნეობის თავმჯდომარეეთ ახლა გიურე ნამდვილად აი ღამით რომ დავწოვე ხშირად ფიქრობ სოფელზე საქმეებზე ცხოვრებაზე და თავს წარმოვიდგენ თავმჯდომარედ ჩემებურად გვეგმავ მე როგორ გავაკეთებდი ამა თუ იმ საქმეს მე რა მე როგორ ასრულებ ამ შენს დაგეგმილ საქმეებს რა ვიცი ბუნებაში ყველაფერი კარგად გამოდის გზაც გამყავს რადიოც ხიდსაც ვაშენებ სოფლის კლუბში საღამოებს ვაწყობ ცხოვრებაში ალბათ ასე ადგილად არ გამოდის ხო არა ძნელია თავმჯდომარეობა ძნელია აი სწორედ მაგისტრის ვათავისუფლებთ ხვალ თქვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ვიცი გეცოდინებ ეს უკვე მეშვიდე თავმჯდომარეა ჩემი დაბადებიდან ესეც დაიანდარიშე ხალხი ყველაფერს ანგარიშობს რას ამბობენ სოფელში გული ხომ არ წყდებათ ზოგ წყენს ზოგ სულხარია შენ აი ამ საქმეზე მოვედი ზუსტად ვერ გავიგე თუ ვასო გუბელიძეს განთავისუფლებთ მე ვიმუშავებდი ჩინარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ სეგი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ არც მეტი არც ნაკლები დიახ ახლა სიზმარში კი რა ცხადში ხო დიახ იცი შენ რას გეტყვი ხომ არ გწყვი შენობით რომ გელაპარაკები არა მე ერთი რამ არ მომწონს ცოტაძე ხვალკაც განთავისუფლებას უპირებს გუბელიძეს შენ კი დღეს მოდიხარ და მის ადგილს ითხოვ მე გუშინ შევისრულა 18 წელი და შენ გონია ეს საკმარისია კოლმეურნეობის თავმჯდომარეობისათვის
შეკითხვა გავაგზავნე სათანადო ორგანოებში. რედაქციაში. მიპასუხეს 18 წლის ახალგაზრდას, კომკავშირელს, საშუალო განათლებით უცოლოს. კანონით აქვს უფლება არჩეული იქნა სკოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ასე მოგწერეს? დიახ. ცხადია, სურვილი და უნარი თუ გააჩნია. თან ხალხი თუ დაუჭერს მხარს. შენ როგორ ფიქრობ? რის შესახებ? აი დაგიჭერს ხალხი მხარს. აგირჩევენ თავმჯდომარედ? არ ამგონია. აი ხო ხედავ. აი თქვენ თუ დამეჭერთ მხარს ამირჩევენ. შენ ასე გონია? რა თქმა უნდა. რატომ? 2 წლის უკან არც ვასოგობელიძე უნდა თავმჯდომარედ, მაგრამ თქვენ დაარწმუნეთ ხალხი, აგი გამოდგებაო და დაგიჭერეს. გამოდის რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ ვასოგობელიძე 3 შენიხნისა და უმაღლესი აგრონომიული განათლება აქვს. შენ? მე სკოლაში ვსწავლობდი სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საფუძვლებს. ცოტა ეს, ძალიან ცოტა. 1 წლის მუშაობის სტაჟი აქვს. მე ჩინაში ცხოვრების 18 წლის სტაჟი მაქვს. პარტიის წევრი ხარ? ვასოგობელიძე ჩემი ხნის პარტიული სტაჟი აქვს. ის დანარჩენი მოხსნილ განთავისუფლებული დამჯდომარეებით სულ პარტიის წევრები იყო. ცოტაძე. ძნელია თავმჯდომარეობა. რაიკომის მდინობაზე უფრო ძნელი. ვასოგობელიძეც ალბათ შესავით ასე ღამღამობით გეგმავდა სახვალიო საქმეებს, მაგრამ რომ გათენდებოდა მერე ხუხლასავით ენგრევდა ყველაფერი. სხვის ომში ბრძენია, ხომ გაგიგონია? გამიგონია. სხვას რო ყველაფერს თავიდანებოდ, შენ ფიზიკურადაც ვერ მოერევი ამ საქმეს. ზრდა არ დაგიმთავრებია ჯერ. ნაპოლეონზე 2 სანტიმეტრით მაღალი ვარ. რომელ ნაპოლეონზე? ბონაპარტზე, საფრანგეთის იმპერატორზე. ვითომ? ნამდვილად. მე 172 სანტიმეტრი ვარ. ნაპოლეონი 170 იყო. კარგი, დაუშვათ. მაგრამ ერთი ის მითხარი ცოდაძე. რის იმედით უნდა გენდოთ ჩვენ? სოფელი. ხოლო შენი სურვილი გმარა ამისათვის. დაჯექი. ჰა? იცი მაინც რა უნდა აკეთო? რა უნდა ვაკეთო კი? მაგრამ აი როგორ უნდა ვაკეთო ჯერჯერობით არ ვიცი. ვინ იცის კიდევ ამ შენი სურვილის შესახებ? არავინ. მშობლებისთვის არ გაგიხელია? არა. არც მეგობრებისათვის გითხოვს, ხო? პირველად თქვენთან მოვედი. მე წავალ. სად მიდიხარ? სახლში. რასაპირა? ჰავს. ამ ღამით როგორ ახვალ ჩინარში? ადიან მანქანები. აუ. რომ არ შეგხვდეს მანქანა? მაშინ ფეხითავა. იქამდე 15 კილომეტრია. 14. კარგად ზანდებოდი. ვიცი. დაჯექი, მოდი გულახდილად მოვილაპარაკოთ. ვიცი ახლა შენ. ახალ სახლში. ალბათ ძილი გაგიწყდება სიბრაზისაგან, წყენისაგან, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარეობაზე უკვე აღარ იფიქრებ. ხო? თუ შემიძლია აღარ ვიფიქრებ. აიცი, ალბათ მეც არ დამეძინება მაგამ წესიად. 我给兄弟学的。
გამოჩნდება საშინო საქმე საქმე. დიახ. გამარჯობა ცისანა. როგორ ახარ? გილოცავ. მადლობს ვარ. მანდარიან ყველა. მომიკითხეს? ხო. მოიცა. კოცნი მაგრად. კარგად იყავი. გისმენთ? თავმჯდომარე არ გახავთ. გადავცემ. კი ბატონო. დიახ, გისმენთ. დიახ. კი ბატონო, გადავცემ. აქ მუშაობ. დიახ. ახონდ. შენ აქ ახარ? როგორც ხედავ? სოფტექნიკიდან რეკავენ. ვიცი. მე მივიდები თავმჯდომარე კაბინეტშია მეთქი. შენ კი პასუხობ თავმჯდომარე არ არისო. სწორია. მერე? ასე არ შეიძლება. მე თვითონ ვიცი რა შეიძლება და რა არა, იანზე. და საერთოდ ძალიან ვთქვი ჭკუას მომასწავლე. სკოლა გაკვეთილები დამთავრდა, მორჩი. არ დამიწყვა ხოლმე, ჩემგანი წერდიო და მე კარნახობდი. მე თავმჯდომარეო. შენ კი პირადი მდივანი. გასაგებია? გასაგებია. მოიცა. ოდი დაჯექი. იყავი გუშინგრებას? ვიყავი. მერე? რა მერე? რა თქოს? ხალხმა. პრეზიდიუმში არიჯექი უფრო დაინახავდი. ვერაფერსაც ვერ ხედავ. წინააღმდეგი ბევრი იყო? 20-მდე ხელი დავთვალე. ცოტა. მეტი იქნებოდა, მაგრამ ხელისაწევა ვერ გაბედეს. ვინაცია ხელი ჩემს წინააღმდეგ? ვერ გეტყვი. მითხარი რა. ვერ გეტყვი. კომიერო სამაგეროს გადაუხდი? სულ გამომეტყველება მქონდა რა. საკმაოდ. ჩვენი ბიჭები იყვნენ? იყვნენ. დაში რომ დაგიკრეს ისინი იყვნენ. დიახ, გისმენთ. თავმჯდომარე, ახლავე. გისმენთ. გამარჯობა. დიახ. გასაგებია?
ახლა გავარკვევ. რატომ არ გამოიტანეს soft ტექნიკის ბაზიდან ჩვენთვის გამოყოფილი სასუქი? რა ვიცი? რატომ არ იცი? მე იამზე რატომ არ იცი? იმიტომ რომ ეს მე არ მეხება. პირად დილას ყველაფერი ეხება და ყველაფერი უნდა იცოდეს. ზოგჯერ თავმჯდომარეც უნდა შეცვალოს, როცა იგი ადგილზე არაა. ასია ამერიკაში. მე არ ყოფილვარ ამერიკაში. ნედელიაში არც აგიკითხავს. არც ამიკითხავს. შეიძლება? ვადროვეთ ამხანაგო. ვისევალება სასუქის გადმოზიდვა. საწყობის გამგეს ბიჭიკოს. დღეს ვერ მიხედავს ამ საქმეს. ახლა გამოვიდა. არავით არის გამოძახება, გეუბნები გადაეცი ის, რასაც გეუბნები იამზე. თუ ხვალამდე არ გადმოვზიდეთ სასუქი, იცოდე სხვები წაიღებენ. გასაგებია? გასაგებია. რომ დამჭირდე, როგორ უნდა გამოგიძახო. სადაა გზარი? აი აქა. ცა? აი აქ. რომ ეცებნა თელ დღე ალბათ ვერ მივაგნებ. ყველანი აქ არიან? აქ არიან ვასო გუბელიძის გარდა. გასაგებია. კაცი გუშინ თვითონ იყო თავმჯდომარე. კარგი. დაუძახ ყველას. სანამ არ დავამთავრებთ, არავინ არ შემოვიდეს. ტელეფონზე ჩემი პასუხი. კარგი. გისმენ. რომელ საათზე? და რა საქმეზე ვარ დაბარებული? გეტყვია? კი, მაგრამ გამარჯობათ. გამარჯობათ. ობრძანდით. გამარჯობა ორლანდ, გამარჯობა. ბრძანდით. ახლა თავმჯდომარეს გამომარჯოს. გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. დავიწყოთ. ვაგონა, დავიწყოთ. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ, ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. შეგაცო ადამიანს ჯერ არაფერი უთქვამს და უკვე შეკითხვას აძლია. მოусმინოთ ერთი. მართალი ხარ, მაგრამ მე პრინციპული შეკითხვა მაქვს. ბრძანდით ბატონოსებს, გისმენ. ხო ვერ გვეტყვით ახლა რა პრინციპით ვართ ჩვენ აქ გამოძახებულები? ხო. ხო, სულ ფიქრობ და ვერ მივხვდარ ვარ. თუ გამგეობის ხდომაა, დანარჩენები სად არიან? თუ პოლიტმეცადინეობა, პარტ ორგანიზაციის მდივანად ვარ გვესწრება მაშინ. გასაგებია თქვენი შეკითხვა. ახლა ვეაგებსით. თქვენ ყველანი კოლმეურნეობის თავმჯდომარეებად ხართ ნამუშევარი, სხვადასხვა დროს. ვასო გუბელიძე გვაკლია მხოლოდ. გუშინ განთავისუფლებულ გაზ ეპატიება. ამ პრინციპით შეკრიბეთ დღეს ბატონოსებს. ხო, გასაგებია. ისე ქრონოლოგიურად რო ჩამოვდარიყავით, უკეთესი იქნებოდა. როგორ და იმის მიხედვით, ვინ რომელ წელს ვიყავით თავმჯდომარე. პირველი ადგილი შენ მოგიწევდა გალაქტიკა. მოგძან, შენთვის დამეცვია ბატონო. სამ დიპლომიანი გაჩხა. ხო, კარგი ახლა, კარგი. მოусმინოთ ახლა ამ ადამიანს. კარგი ბატონო, მოусმინოთ. რჩევა დარიგება მინდა თქვენი. გამოგადგება ვიცომ ჩვენი რჩევა. ძირითადად მოხსნილ განთავისუფლებულები ვართ ყველანი. ახლა უკვე შენი ჭკუითა და შენი მითითებით უნდა ვიაროთ. ცოტნე ვიჟიკო. იო, აღარც კი ვიცი კაცო როგორ მოგმართვა მიერიდან. ამხანაგო თავმჯდომარე პატივცემულო ცოტნე თუ ვარლამოვიჩი, როგორც მოგეხერხებათ ბატონო გალაქტიონ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო. აქ სხვა უხერხულობა მე მესმის. ზოგიერთ თქვენგანს ჩემხელა შვილი გაქვთ. ორი ჩემი ხნის პარტიული სტაჟი გაქვთ. მაგრამ რა უყოთ? ოხტას. ახლა მე ვარ თქვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე და უნდა მენდოთ. კი ბატონო. ხარ შემომიდგეთ. თქვენ თვითონ აუწიეთ ჩემს თავმჯდომარეობას ხელი და შენ კი იცი ბიძიკო ჩვენ ვისაც აუწიეთ ხელი. ასე გირჩევდნენ თქვენც ბატონო სამსო. ესე სხვანაირად ნუ გამიგებ ბიძიკო, მაგრამ
კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა პიონერ ხელმძღვანელობა არ გეგონაში. კარგი ახლა, კარგი სამსა. კარგი, ნუ იცი შენ ასე ამხრალება, კარგი. დაგინა. დაიყო, ახლა ბიუროზე ხომ არა ვარ. რა არის, ამ კაცმა დაგვიძახა, ხო? ჩვენი აზრი აინტერესებს. ასე არ არის? კი, გასა. ოდა მე პასუხობ და ვეუნები, რა მოგიგრეთ რაღაც. ბრძანეთ ბატონო სამსონ გისმით. შენთან ბოდიში ჩემო ვარლამ, მაგრამ ჩვენ ახალ თავმჯდომარეს 1-2 შეკითხვა მინდა მივცე, ასე ვთქვათ, ზოგადი ხასიათის. შენ ცოტნე ფაქსიმილე იცი რა არის? კრედიტი, დებეტი, გაგიგონია? პროდუქციის თვითღირებულება, საბრუნავი სახსრები, ზეგეგმითი მოგება და რა იცი? კარგი, ნუ შეჭამეთ ეს კაცი. ნუ რაც არის ის ისწავლის. დედის მუცლიდან არავის არ დაყოლია ცოდნა. ის შეიძლებოდა ნასწავლი თავმჯდომარე გამოძებნილი იყო ჩინაში. ახალგაზრდობის დაწინაურება ახლა მოდაშია. ბატონო. გუშინდელ გაზეთში წაიკითხეთ ალბათ. ხო. დაახლოებით ამ ხნის ახალგაზრდამ მეორეს დანა გაუყარა დავიკითხე. მაგათია ახლა ქვეყანა. რაც ბერიო ისერიო ხომ გაიგონია? კარგი ახლა, კარგი კაცო, გეყოფათ, კარგი. ეს ადამიანი ძალით არ შემოჭრილა ამ კაბინეტში, არა. ეს ყველაფერი გუშინ უნდა გეთქვათ, გუშინ იქ. დიახ, იქ კრებაზე, პირველი მდივანი როგორ სწრებოდა. აი თუ გასა. მეცა მე რას გეტყვიცი? გავაშელს თავის მოსაწონებლად ჭირდება ეს ამბავი. მე თუ მკითხავთ ასია ეს? კი. ვითომ დაგერა თელს რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩემს რაიონში. ვარი მეტი არა, ჩემი მტერი იმას ჩვენი სოფლის ბედი აღელვებდეს. რას ლაპარაკობ? ჩვენი სოფელი ეს ჩინარი ყოველთვის იყო უკან მიჩანჩალებდა ყველა საქმეში და ასე იქნება აწიც. ასე იქნება. მოდი. აღარ იქნება ასე. ფიჩოს? კაი დაგემართოს, მაგრამ შენაპირებ ამ რევოლუციას ვარლამოვიჩ? ჰა? ვაპირებ. დაჯი. გისმენთ, ხო? ხომ ვერ გვეტყვი რანაირად. ნო, როგორ? გეტყვით. მაგრამ ჯერ იმის შესახებ თქვენ რომ კითხვები დამისვით. კი ბატონო. რა არის ფაქსიმილე? ზეგეგმითი მოგება და ასე შემდეგ. ფაქსიმილე. მე დარწმუნებული ვარ. თქვენ არც იცით. ეს ლათინური სიტყვა და ნიშნავს გააკეთე ამდაგვარად. და არა მარტო იმას თქვენ რომ ფიქრობთ, გვარის და სახელის მოწერას ბანკიდან ფულის გამოსატანად. კმაყოფილი ბრძანდებით პასუხით სამსო. ასე ერთბაშად ყველაფერზე ვერ გიპასუხებ. დროა ამისთვის საჭირო. მაგრამ მე შემიძლია დაგისვათ უამრავი კითხვა და თქვენ ვერ მიპასუხებთ. ბრძანეთ ბატონო. აი რა სიტყვით მიმართა ნაპოლეონმა თავის გვარდიას ვატერლოოსთან უკანასკნელი ბრძოლის. აშუაში ავიძვე. ან არსებობდა თუ არა ატლანტიდა? ან რამდენი წლის ნავთობის მარაგია დედამიწის წიაღში? და ყველაფერი ეს ვითომ საჭიროა ახლა სიმინდის და მანდარინის მოსაყვანად ვარლამა. როგორც შენ საჭიროა ბატონო სამს. აი. თორე მართლაც და რატომ უნდა მიჩანჩალებდეს? ჩინარი ყველა საქმეში ყოველთვის ყველაზე ბოლოს გამაგებინეთ. ესეც თქვენ უნდა კითხოთ სხვათა შორის. ვინაიდან თქვენ იყავით თავმჯდომარეებად და რამდენადაც ვიცი უხეირო მუშაობისა და სხვადასხვა დანაშაულისათვის მოხსნეს ან გაგანთავისუფლეს ყველა. ცოტნე ბატონო, ხომ არ გავიწყდება რომ მამა შენიცის აქ ჩვენ შორის? არ მოვიწყდება. მაშინ ისიც გეწოდინება. რისთვის გაანთავისუფლეს? მამა შენი, პატივცემული ვარლამ ცოტაძე კოლმეურნეობის თავმჯდომარეობიდან. ვიცი, რა იცი? ჩემს ბიძაშვილს სამუშაო სტაჟის კალბი ცნობა მისცა ინსტიტუტში მოსაწყობად. ჩვენ დაგინდო. ინსტრუქცია აქვს ალბათ ასეთი ზევიდან. და შეეხება იმას. გუშინდელ გაზეთში ჩემი ხლის ახალგაზრდა მისამხანაკს დანა გაუყარაო. სხვათა შორის იმ გაზეთში ისიც ეწერა თქვენი ხნის კაცმა 1 მილიონი რომ შეჭამა. ნუ წამოყრავთ, ასე უბრალოდ ახალგაზრდობას ხელს.
რას თქვენ ხელი აგიწევიათ? ვიწონებთ და საუნებითო და მე ეს ხელი თავში გიწყამთ, ამას რას ვაკეთებდითო? ყველა იმ შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორებას სამი თაობა არ ეყოფაო. ცოტნე მიდიგო. შენ თუ გასალანძღავად მოგიწვი, არა. ჩვენ ჭუის საკითხავად მოგიწვი. გუღური ამა შენ. დაჯექი. თუნდაც იმიტომ რომ აღარ გავიმეორო თქვენი შეცდომები. მართალია, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. ამიტომ თქვენი იმედი მაქვს. ულახდილობა გჭირდება ჩვენ. ბაბადი, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ. უმრავლესობა გამგეობის წევრები ხართ. მაგრამ მაინც განზეუდგეხართ სოფელს, განაწყენებულები. რაზე? ანკეტებში სოციალურ წარმოშობად გლეხი გიწერიათ. გლეხკაცობას კი თაკლი. თოხი და ბარი რომ არ დაიკავოთ, ხელში საგანგებოდ კი რაობთ, ხალხს რომ თქვენი საქმე აკეთონ კოლმეურნეობაში. ვიცი, კინოშიც მინახავს, გამიგია. კულაკები ცხოვრობდნენ ასე. ბიჭო, გამოიღეთ მას. რა დღეში ხარ? შენ თუ იცი, მამა შენია ეს, იცოდე, მამა შენი. ამიტომ მე წინადადება შემომაქვს. არა. მე მაქვს წინადადება. დამტოვეთ ერთი ამ ბიჭთან მარტო. მოიცა ვარლა. შენი გამოძახილები არა ვართ, აქ ბატონო. სწორსა. თავისუფალი ბრძანდებით, მამա. გაფიყარე გეც. ახია შენ. რა ამბობს ხარ? ჰა? რანაირად იქცენ? უბრალოდ და უმცროც ვეღარ არჩევ, რა? რაგი გაბრიყდა ხელმძღვანელობა და ეს ადგილი განდო. ჭუას მოუხმე გაფრთხილებნა შენ. სასაცილოდ და თითის მოსაშვერად ნუ გახდი ჩემს ოჯახს. გვაყოფა. აკი მეგონა თავს მოიწონებდი ჩემით. ჯერჯერობით თავს ჭრის საკუთარ მამას. ეს ყონერად არ შემეძლო. აქ რომ ახლა ხალხი იყო. საბოლოოდ მაინც მათი იმედითა და მათი ჭკუით უნდა უხელმძღვანელო საქმეს გაფრთხილებდნენ შენ. ასე მეგონა მეც თავიდა. მაგრამ რატო თქვენი ჭკუა და გამოცდილება არ გამომადგება მე? რატო? იმიტომ რომ თქვენმა ჭკუამ აი აქამდე მიიყვანა სოფელი. ყველაფერი ეს ჩვენს გბრალდება რა. აბა ვის? ვის? მეც რა თქმა უნდა. იქნება შენ ჩვენს პატიოსნებაშიაც გეპარება ეჭ. თქვი, ნუ გერიგება, თქვი. ცირ გაიგებს ისე არეული ერთმანეთში შეცდომა და დანაშაული. ესეც დასადგენია სხვათა შორის. პროკურორობასაც იწყე, ჰა? საპროკურორო საქმეც ძალიან ბევრია ჩვენ სოფელში. სხვათა შორის ეს არა ჩვენი ჭკუის საქმე. ერაფრით ვერ მოგინელებიათ, მამა რომ თქვენს მაგივრად აი ამ სკამზე 18 წლის კაცი ზის. კაცი დერა ხლაპი ხარ შენ. ამა, ხლაპიდან გაუზდელი. შენი გაზდელი ვარ მე სხვათა შორის. და ცუდად გამიზდი ხარ. ცუდად. დიახ. რა შვები, მამა? ახლავე შეიტყო. ახლავე. მამა, რა შვები? ეს მამა შენი ამდენი კრებისათვის. ეს მე რომ ხალხი ცნობები გავეცი იმისათვის. ეს შენი პროკურორობის ხართვის. ცოტნე. აი. რა მოხდა აქ? ისმოდა. ვინ იქნება? ყველანი. ვინ ყველა? ყოფილი თავმჯდომარეები, ჩვენებიც. ეს ყველაფერი. დიახ,
აგახლავთ ბატონო. გაფაშელია შენ კითხულობს. დიახ. გამარჯობა ბატონო არჩი. არ გამემიხეს. აბო. გასაგები. ახონდეს. რაო. როგორ მიგიღეს? კარგად მეთქი. როგორ მეკითხა ერთი პირველ სავეთქეს გალახული თავმჯდომარე თუ გამოდგება თავმჯდომარეთ მეთქი. ვერ გაუბეთ. ეცოდნე მამა შენი. ხოდა ამიტომ არ გავით ჩავეთვლები გალახულად. შენიცი გავაშერ მაგრამ მითხრა. რა? თორია იყო პრინციპული და ობიექტურია. შენიცი რას ნიშნავს ეს? არ იცი. აი მე კი ვიცი. რაიონში მერტ. რაიონის პროკურორი მინდოდა. პროკურორი გამარჯობათ. მე ჩინარის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლავართ. დიახ. ერთი შეკითხვა მქონდა თქვენთან. თანამდებობის პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის რა სასჯელია? 2 წლამდე? არა, ისეთი არაფერი. მადლობთ. ნახვამდის. შენ რა გადაირიე? ხომ გაიგონე? სახლში ბისლა არ გინდა? ნატალიხ. სახლში აღარ მიმესმა. იამზე. ეს რა ოთახია? თავმჯდომარის ასასვენებელი ოთახია. ზოგჯერ სტუმრებიც ათევენ ღამეს. ხოდა აქ ვიცხოვრებ ჯერჯერობით. იცი რა სიზავ? ჩვენებთან მიხვალ და ჩემს ნივთებს ამოიღებ რა. დედანატოს რა ვუთხრა? უთხარი რომ არა, ნუ რაფერს თვითონ მეხდება რომ სხვანაირად არ შემეცვა. კარგი. სახეზე გატყობ, უკვე ყველაფერი იცი. ერთი გამაგებინე, რა მოგაფიქრებინა ყოფილი თავმჯდომარების დათბირის მოწევა. სწორად არიან ისინი მოხსნილი თუ არა სწორად, თითოეული მათგანი განაწყენებულია მთავრობაზე. სოფელზე, მთელ ქვეყანაზე. აი სწორედ მაგიტომ მოვიწვი. ჩემთვის მაინც გეთქვა. კანგებ არ გითხარი. საკუთარი თავი მინდოდა გავამეცად. ისინი სხვათა შორის. მერე? გამოვიდა რამე? ასე უბრალოდ არ გამოვა, ლადო, არ გამოვა საქმე. აი ერთი კი ვიცი. აი ეს ხალხი საქმისაგან განზე რომ დგას, თითქოს სოფელი ორად არის გაყოფილი. საჭიროა მათი შემორიგება, გესმის? მე მგონი პირიქით. შენ დღეს ერთი ყოფილი თავმჯდომარეც მოიმტვრე. ესეც გაიგე?
ეს საქმე კიდე როგორ დამთავრდება ვინიც? ეგ საქმე იმით დამთავრდება, რომ ვარლამ ცოტაცემ შეიძლება 2 კვირით ამოყოს თავი იქ. გაგიზდი? ალბათ როგორც პარტ ორგანიზაციის მდივანმა რაიკომს უნდა აცნობო ამის შესახებ. მე არ მეწყინებია. დავაშელი, ამას ჩემოდაც შეიტყობს. ნახოთ. საქმეს მიხედავთ. დაუძახე ამს. ხელს ხომ არ გიშლი? არა, პირიქით. თუ იმ ბებრებმა ვერ გამიგეს, ჩვენი ბიჭები ამომიდგებიან მხარში. იცი რამდენია უსაქმური სოფელში ლადო, იცი რამდენი შარშან მარტო 18-მა დაამთავრა, აქედან მხოლოდ 3 ჩაირიცხა. ძალიან. დანარჩენები უსაქმოდ დაყიალობენ თითქოს ემზადებიან ჩასაბარებლად. აი ამათ უნდა მიხედვა, მთელი არმია რომ იცოდე. ცოდნე იქნებ კლუბში შეკრებილიყავით, ა? შეიძლება. უმარჯოს. ჯო, ეს შენი არმია. სულ ეს არის? დანარჩენები სად არიან? გააფრთხილე? აბდილი, მთელი სოფელი ბოლი არის, ყველა გავაფრთხილე. შენ ხო იყავი მაგათი კომკავშირის კომიტეტის მდივანი სკოლაში? ვიღავი. მერე? რა მერე? ჯვარზე აღზარდა ისინი. შენ რო კარგად გაგზარდა? 1-0. მე ხომ მოვედი. მე ხომ მოვედი. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, ხალხო, სხვა არაფერი არ გაღელვებთ. თითქოს ეს სოფელი სხვისი იყოს. რას გვიყვირი, რო გვიყვირი? ბოლოს და ბოლოს სულ არა ვარ, მე შენი კოლმეურნეობისა. მე ყვირი ახლა, ხო? ყვირი მე, რატო თუზმახარ ყვირი ახლა მე. ყვირის არა, ცოტა კი აუწი. ხო, ყვირი, იმიტომ რომ მარტო იმიტომ მოვიტოდი, აქ რომ თქვენიც მაგაცი დასვეს თავმჯდომარე და გავიკითხავდი, რამე ხომ არ შეგდება, ვინმე ხომ არ ჩაგრავს. არა და აღარ მოგწინდათ ხალხო, აღარ მოგწინდათ, სულ ჩვენ რომ გთათხავენ გაზეთებში. ჩინარი კვლავ ჩამორჩა, rodemde უნდა გაგრძელდეს ასე 2 სოფელი, 2 მაგალითი. ეგერე, გახედეთ მეორე მაგალითი, წვირწინ, წყალგაღმა. თითქოს შირგვეთში სხვა ხალხი ცხოვრობდეს და სხვა მიწა-წყალი გონდათ. ყოველთვის ჩვენზე წინ არიან, ყოველთვის ისინი გამოდიან გამარჯვებული ყველაფერში. არც ესეა საქმე. რა, ვითომ გვიჯობნია უდესმე? აბა რა, თანაც დიდი ანგარიში. რაღაც არ მახსოვს. მარადონა იმას გულისხმობს შარშან ფინალში რომ მივიღეთ. ამას ხო ფეხბურთის მეტი საერთოდ არაფერი არ აღელვებს. ძალიანაც მაწუხებს. აი რა, მაინტერესებს. წელს პირველი შეხვედრა ჩირგვეთელებთან რო გვაქვს. კარში ვინ ჩადგება? და ვინც აქამდე იდგა ის ჩადგება. აქამდე შენი დეგი. მერე? ახლა თავმჯდომარე რო ხარ? რა, შემიშლის ხელს? არა მონი. შენ გავიკითხოთ მაინც. თავმჯდომარედ სხვაც გამოდგებოდა. მეკარეს კი ასე ადვილად ნახავ? სოგნე, საქმე საჭირო. რაიმე საინტერესო საქმე თუ ავეყოლებთ ახალგაზრდას. საქმე იქნება. თქვენ ვინ მოგიყრით თავს თორე? რა ვქნათ იცი? განცხადება გამოვაკრათ. რომ კლუბში გადის ახალი ინდური ფილმი, ან დეტექტივი. აი ეს დასრულა შუაღამის პირველ საათზე. თან იმასაც თუ დაუმატეთ. 14 წლამდე შესვლა აღძაულნიო ყველამ. შუგეთო, გარდა ჩავატარეთ. არ გამოდგება მაგ, არ გამოდგება. მე მივხედავ ამ საქმეს. წამოით თქვენ შევთან. წამოით. მარადონა. ხო. თქვათ მე ვერ ჩავდექი კარში. ხო. შენ ვისე ფიქრობ? ვანცეტიაზე? რა? შენ ჭკუაზე ხარ? აბა სხვა ვინ ყავს?
სულ გამათავისუფლდა თავმჯდომარეობიდან. მაინც მე ჩავდგები კარში. მაშინ საღამო სახლში გამოგივი. სახლში რა აქვიქნები? აბა, კარგად. შეიძლება ვარლავიჩი. რა თქმა უნდა, ინდიგოვიძე, მოგზავნეთ. გამარჯობა და მომილოთ სავს ვარლავიჩი. მადლობ. მე რასაკვირველია, ვიყავი კრებაზე და უკეთეს გეტყვი. ხელიც აგიწია. მადლობ. ხო და ახლა იმედია მაპატიებ რომ რასაკვირველია ასეთ დროს საქმეზე გაწუხებ, პირად საქმეზე. გისმენთ ბატონო. თქვენ მეძახით ვარლამოვიჩ. ბატონო პლატონ, მე ცოტნე მქვია. რა ვიცი, გუშინ ცოტნე გერქვათ, დღეს ვარლამოვიჩი ვრძანდებით ბატონო. დავძანეთ ინდიგოვიძეა, გისმენთ? არა, ვარლავიჩი, მე წავალ, მე რა გნახო. აქეთ მობრძანეთ, ბატონო პლატონ. კი, ბატონო. გჯერათ ჩემი. ბატონო პლატონ. არ გიკვირთ ჩემი თავმჯდომარეობა. ჩემი ხნის კაცს რა უნდა გაუკვირდეს ბიზიკ? რამდენი წელიწადია რაც ეკონომისტად მუშაობთ? ასე 30 წელი. 30 დღეში უნდა შევისწავლოთ ეს საქმე. გაგიჭირდება ბიზიკო. უნდა გავიჭიროთ. იმაგრე საღამოს უნდა ვიმუშაოთ. როდის დავიწყოთ? დღეს. ახლა. და საიდან დავიწყოთ? დებეტ კრედიტიდან. მოიცა. აი, ჩოთკზე ანგარიში თუ იცი. არა, ჩოთკზე არ ვიცი ანგარიში. და მაშინ პირდაპირ აქედან უნდა დავიწყოთ. ახლა ამით ანგარიშობენ, ბატონო პლატონ. რა სარ გამოიგონებს ადამიანის ტვინი, მაგრამ ეს უფრო საიმედოა ბიზიკო ეს. შევამოწმოთ. შევამოწმოთ. აი მაგალითად. რამდენ ჰექტარზეა ჩინარში ციტრუსები გაშენებული? 265 ჰექტარზე. 260 ჰექტარი. აქედან რამდენი მოდის საზოგადოებრივ სექტორზე? 140 ჰექტარი. საკარმიდამოზე? საკარმიდამოზე 125. სულ რამდენი ჩავაბარე ჩერ? სულ ჩავაბარე ჩარჩან 5600 ტონა. საკოლმეურნეო ფართობიდან? საკოლმეურნეო ფართობიდან 1370. საკარმიდამოდან? საკარმიდამოდან 4230. რამდენი იქნება ახლა ეს სულ პროცენტულად? პროცენტულად ესე იგი საკარმიდამოს სექტორიდან გამოდის 79%, საზოგადოდან 21%. 1%. ხედავთ, სად არის შეცდომა? როგორ გეკადრება, ბიზიკო? 30 წელიწადია მე ამას უშავკულებ და შემეშლებოდა გაც. როგორ, თქვენ სხვა ჯამი მიიღეთ? მაჩვენეთ ერთი თქვენ ანგარიშები, ნამდვილად შეცდა ის თქვენი ნაკები მანქანა. ასე. აჰა. ესეც. ჯამი რომ ერთნაირი გვაქვს, საქმეც მაგაშია, ბატონო პლატონ. აქან არ შემცდარა. აბა. ეს ჩვენ ვწდებით ჩვენ ადამიანები და ძალიან ხშირადაც. ასეთი იყო ჩემი პირველი დღე. ამას მოყვა სხვა დღეები და ყოველი მათგანი ჩემთვის იყო არაჩვეულებრივი თავისი სიახლით, სიძნელით, პატარ-პატარა სიხარულითაც. სოფელი თანდათან ნაჩვეოდა. თითქოს აღარც უპირდა 18 წლის კაცის თავმჯდომარეობა. მაგრამ მე სწორედ ეს მაწუხებდა, რომ მათთვის გავხდი ჩვეულებრივი თავმჯდომარე. ჩემს წინა მორბედზე ცოტათი უკეთესი, ან ცოტათი უარესი. სოფელი ჯერჯერობით ვერავითარ სიახლეს ვერ გრძნობდა.
ძველებურად ცხოვრობდა. ამის გამო თითქოს დამცინავ საყედურსაც ვხედავდი მათ გამოხედვაში. გავაშელთან შეხვედრის დროსაც ვამჩნევდი ამას. მაგრამ მე ველოდებოდი და ეს დღეც დადგა. როცა გამგეობის ხდომაზე იხილებოდა თუ როგორ უნდა გვეცხოვრა და გვემუშავა მომავალი 5 წლის მანძილზე. ფიქრობ, ყველაფერი ნათელია მხანად. თითქმის ყველამ გამოთქვა აზრი. ზოგიერთები მართალია ეჭობენ ყველა ამ დავალების შესრულებას, რადგანაც მატება საგრძნობლად თვალსაჩინოა. მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ რაიონის ხელმძღვანელობა დღეს ჩვენ სოფელს მეტ ყურადღებას აქცევს. და ალბათ გამოთქვა საერთო აზრს თუ ვიტყვი, რომ ჩინარელები არ შეიცვენენ თავს. სხვა აზრი ხომ არ არის? ნუ არ კარგავს დროს, ლადო, უყაროთ ბარემ კეტი და გაგუშვით საყლებში ხვალასგველის ეს კრება. გაგუშვი კაცო, აღარ შეგვიძლია ამაზე მეტია. მაშინ თავმჯდომარესაც მოусმინოთ. დავიდან თქვენი დამგერილება საერთო კრება. კი ბატონო, მოусმინოთ. ვინ არის მომხრე რომ მოწონებული იქნას ჩვენი კოლმეურნეობის 5 წლიანი გეგმა და ხვალ იგი საერთო კრებაზე დასამტკიცებლად გავიტანოთ. ბატონო. ვინ არის წინააღმდეგი? ერთხმად. აბა, ადექი. მოიცათ ეს. თლათ ერთხმად რო არ გამოდის ეს საქმე ლადო? ნო. ალბათ შენ იქნებ წინააღმდეგი სამს. მე რომ ვიყო რა გიჭირთ? კი, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე წინააღმდეგი ვარ. ისი წინააღმდეგი ხარ? აი ამ გეგმის ლადო, რომელიც დღეს ჩვენ ასე ერთსულოვნად მოვიწონეთ. და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასევე ერთსულოვნად მიიღებენ საერთო კრებაზე. შენ რომელიმე მუხლის წინააღმდეგი ხარ თუ მთლიანად ვარ წინააღმდეგი. თავიდან ბოლომდე. და მიმაჩნია, რომ ეს გეგმა საერთო კრებაზე არ უნდა გავიტანო. როგორ გასო? თქვენ წინასწარ შეთანხმებული არ იყავით. შენ რა, სერიოზულად ამბობ ამას? რა თქმა უნდა, ლადო. წინადადება შემომაქვს დღევანდელი გამგეობის ხდომა გადაიჭრა. რატო? იმიტომ რა შეიძლება? მე მგონი ახლა იწყება ნამდვილი ხდომა. მოусმინოთ ამ ადამიანს, კაცო, მოусმინოთ ამ ადამიანს. შენ სხვა წინადადება გაქვს? მაქვს. მაგრამ ჯერ მინდა უპასუხო ზოგიერთ კითხვას ჩემი თავმჯდომარეობის პირველ საათდღეს რომ დამისვა გამგეობის ზოგიერთმა წევრმა. შენი კითხვები იყო სამსო. ახლა მე აღარც კი მახსოვს მაგ ვარლაბიც ახლა რა. მე მახსოვს ბატონო სამსო. აი ბატონი პლატონის დახმარებით სადა ზოგიერთ რამეში გარკვევა. არ ვიცი როგორი მოსწავლე აღმოჩნდი, მაგრამ ხოთაშური ძალიან ნიჭია. მაგრამ დარწმუნდი რომ კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა მართლაც არ ყოფილა პიონერ ხელმძღვანელობა. თუმცა არც პიონერ ხელმძღვანელობაა მთლად ადვილი საქმე. იმასაც მივხვდი, რომ ამისთვის მარტო ის არ კმარა გაერკვე დებეტ კრედიტში, საბრუნავი სახსრების, პროდუქციის თვითღირებულების საიდუმლოებაში და ასე შემდეგ. როცა უფრო ღრმად ჩავწვდი ჩვენი ცხოვრების ალკარგს და საქმიანობას, ბევრი კითხვა დამებოდა მე თვითონ. ხოდა ერთი აი ესეთი კითხვით, ჩემთვის ამოუხსნელი კითხვით მინდა მოგმართოთ ახლა თქვენ. კონკრეტულად ვის ბატონო? ყველას. საკუთარ თავსაც. იქნებ ჯერი საკითხის განხილვა დაგვემთავრებინა რისთვისაც შევიკრიბე. და მე ჩაგვეტარებინე ეს კითხვა-პასუხის საღამო. ზუსტად მაგ საკითხით მინდა განვაგრძოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. თუ კი ამას რაიმე კავშირი აქვს დღევანდელ საკითხთან. პირდაპირ ჩემო ლადო.
პირდაპირ სასა მომეხმარ ზაზა ბიჭიკო აქედან კარგად ვერ ვარჩევდა რა არის ეს თუ იცი ეს გალაქტიონ ჩინარს დამიზნებული რაკეტების გალაგების რუკა ალბათ. აი თუ დელფინარიუმის პროექტია გალაქტიონ მეცნიერებს დაუმტკიცებიათ ჩინარში კარგად იხარებს დელფინები. იხარებს. აბას ყვავილი გონი. კარგი ახლა მოусმინოთ კაცო ამ ადამიანს. მოусმინოთ, კარგი. შეხედეთ ისმენთ ვარლამის ისმენთ. აი ეს ჩვენი სოფლის ერთ-ერთი პატარა კუთხეა. დიახ. შუაში ღობია. იბადა. ღობის გადაღმა პირადი ნაკვეთები აქეთ მხარეს საკოლმეურნეო. აი ზუსტად ამ ღობესთანაა დამარხული ძაღლისთავი. ვარლამოვიჩ ღობების მოშლას ხომ არ აპირებ, კი. საკარმი და მონაკვეთების ჩამორთმევა იწყება ალბათ და ეს ამბავი ჩვენი სოფლიდან ჩინარიდანაა დაგეგმილი. რაღაცით ხომ უნდა ვიყოთ პირველები. ეს რევოლუცია ჩინარიდან იწყება, ხო? მოусმინოთ ბოლომდე ამ ადამიანს, კაცო, კარგი. ღობე რომ მოიშალოს. იბადე. და პირადი ნაკვეთი საზოგადო გახდეს. კოლმეურნეობა ნამდვილად იზარალებს ამით. ვითომ? თვითონ გასაჭეთ. აი ამ ოჯახმა შარშან თავისი პირადი ბაღიდან 10 ტონა ციტრუსის ნაყოფი ჩააბარა. ხოლო ღობის გადაღმა იგივე ფართობიდან კოლმეურნეობამ 3 ტონაც ვერ მოიწია. და ეს არა მარტო შარშან. 100-ია ყოველწლიურად. ამის დაანგარიშებას არც მიკროსკოპი სჭირდება და არც მეცნიერული ანალიზი. 3 კლასის მათემატიკაც საკმარისია ამისთვის. გთხოვთ ბატონო პლატონ. დებით ახლა დადუგაკუნებს ჩვენი თავმჯდომარე. ერთი სიტყვით მდგომარეობა ასეთია მხარეგო. ჩვენთან ციტრუსები გაშენებულია 265 ჰექტარზე მთლიანად. აქედან საკარმი და მონაკვეთზე მოდის 125 ჰექტარი. ესე იგი ნახევარზე ნაკლები. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პირადი სექტორიდან შარშან ჩაბარდა ორჯერ მეტი მოსავალი. პროცენტული შეფარდება კი ასეთია 79-21. ძალიან კარგი. პირველად ვიცით ეს ჩვენ. აი საქმეც მაგაშია რომ ვიცით, მხოლოდ ვიცით და მეტი არაფერი. ეს ასე მოდის ბატონო რამდენი ხანი. ამიტომ მე მინდა კითხოთ თქვენ. ჩემზე უფროსებს და ჩემზე გამოცდილებს. აი ნორმალურია თუ არა ის რომ აი ამ ღობის გადაღმა მიწას შეუძლია მოქცეს 3-ჯერ 4-ჯერ უფრო მეტი ჩვენ კი ამაზე უარს ვამბობთ ათეული წელი. არა, ნორმალურია. ჩინაში ხომ არ არის კაცო ასეთი მდგომარეობა. ასე არის წყალგაღმასაც. რაიონის ყველა სოფელში, რესპუბლიკაში. და ახლა ყველაფერს ჩვენ დავიბრალებ. საკუთარი ცოდვებიც გვეყოფას. მარტო ჩინაში რომ იყოს ასეთი მდგომარეობა, ეს შეიძლება სალაპარაკოდ არ ძღირდეს. მაგრამ მისი ჩარჩოები გაცილებით უფრო ფართოა, ჩემზე უკეთიცით თქვენ. დღეს ჩვენ ვიხილავთ სხვა საკითხს. ათობით, 1000-ობით ტონობით ქვიშას ვრეცხავთ იმისთვის, რომ ოქროს ნამცეცი აღმოვაჩინოთ. როცა ჩვენს გვერდით აგერდებს ოქროს ზოდები და ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას. შენაიცმავს რას ვთავაზ? უარი ვთქვათ ზემოდან დაშვებულ 5 წლიან გეგმაზე. და ხვალ კრებას განსახილველად წარუდგინოთ უფრო პერსპექტული და მომგებიანი გეგმა. ეს ერთი. მეორე საკითხი. სხვა მხლების საკითხვა აღარ არის საჭირო. მაიც. რატო, წაიგეთ. იმიტომ რომ პირველივე წინადადება ყოვლად მიუღებელია. კაცო, ეს გეგმა დამტკიცებული და რეკომენდირებულია ხელმძღვანელობის მიერ. გამომდინარეობს საერთო, საკავშირო, რესპუბლიკური, რაიონული გეგმებიდან და ჩვენ მასზე უარისთვის უფლება არ აგვაქვს. ჩვენ ამის უფლებას გვაძლევს ცხოვრებაც და წესდებაც. კაცო, სახელმწიფო გეგმა ჩვენთვის კანონია. ჩვენ საქმეს ხომ არ გაურვივართ, ლადო, გამაგებინე. ჩვენ მხოლოდ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია, რადგან თვითონ მიწამ დაამტკიცა ეს. ჩვენ კი ამაზე რატომღაც უარს ვაპირებთ. უარის თმას ვაპირებთ, არ გვინდა ეს გავიგოთ, ვერ ვხედავთ ამას ყველაფერს. ხელმძღვანელობა ამას ჩვენზე უკეთესად ხედავს. სხვადასხვა დევჯელად თქმულა ამის შესახებ. ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვა, ოდესმე საქმე იქცეს. ჩვენ რა გვევალება ვიცოდეთ ერთი. რა გვეცენის სხვა მუხლების? თუ ყოველი ჩვენგანი შეისის ხორცებს აზრს, რომ ასეთი მდგომარეობა არ გვეკადრება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, უნდა დავამტკიცოთ კიდეც ეს.
კი, მარა ვარლამოვიჩი, როგორ უნდა დავამტკიცოთ ახლა ესეც? ჩინარში. მიწის ყოველი მწკაველი. ერთნაირ მოსავალს უნდა იძლეოდეს. ვარლამოვიჩი. მაგრამ რომელი საუკუნისათვის გეგმავთ ახლა ამას თქვენ ვარლამეთში? ასე 7-8 წელიწადში უნდა მივახციოთ ამას. არა, ეს ადვილი საქმე. ვიცი რომ არა ადვილი. მაინც ვიცია ის ნაკვეთი ვარლამეთში. ვიცია? ეს რო მერია ვიცი. თქვენი ნაკვეთია? აი, რაღაცა არ გავს. კი გავს, კი. გავს. აბა ერთი მითხარით. შარშან თქვენი ნაკვეთიდან. პირადი ნაკვეთიდან. რამდენი მიიღეთ მოსავალი? აი, 15 ტონამდე. სწორია. საკოლმეურნეო ფართიდან რამდენი მიიღეთ? ეს შენ ჩემზე უკეთესად უნდა იცოდე ვარლამეთში. ვიცი, ბატონო მერიან, ვიცი. სულ 2 ტონა. მერე? მერე და ის რომ უნდა გწვენოდეთ. მე რატო უნდა მწვენოდეს, ბატონო? მე რატო უნდა მწვენოდეს? მაგრამ ის რა, მეორე ნაკვეთი თქვენი არ არის? თქვენ არ გეკუთვნით, გამაგებინეთ. მე ხომ ჩემი საკარმიდამოდან არ გეკუთვნით, არა თქვენ ნაკვეთი? თქვენ უნდა გწვენოდეთ, ბატონო, თქვენ. ასე რომ პატრონობთ სახალხო დოვლათს. პატრონი ბევრი გვყავს, კი. ქალაქკომი და აღმასკომი. გამგეობა და პარტკომი. სახალხო კონტროლი და კომკავშირი, ბატონო, კომკავშირი. პატრონი ბევრი გვყავს, იცოცხლე, მაგრამ რადგინდა მიწა მაინც უპატრონოა და ხოდა იყავი შენ ამ მიწის პატრონი, მირიან ბიძია. როგორ გასო? ეს როგორ? ჩვეულებრივად. მოუარე, ესე როგორც საკუთარს. რადგან გაძლევენ აი ახლა. კაი, ვინ მოგართმევს ისე, ვინ? ო, ისე რა თქმა უნდა, არავინ მოგართმევს. ისე რა თქმა უნდა არა. აი თქვა 3 წლის შემდეგ ამ ნაკვეთიდან. რამდენს მიიღებდით მოსავალს? ასე 8-10 ტონას. ირია, ნუ ტრაბახო. არ ტრაბახო. აიღებს. კაი, მეც ასე მგონია. 5 წლის შემდეგ კი 15-საც. ახლა კი ნამეტანი გაუდია. აი, გაწვე. ამხანაგებო, თქვენ ალბათ გაინტერესებთ ახლა პირადად რამდენი გერგებათ ამ მოსავლიდან. კი. ვერ დაგიმალავთ ჩემო ვარლამის და ძალიან მაინტერესებს მე მაგამ. ძალიან. მაინც რამდენს ისურვებთ, და? მირიან ბიძია. 30%-ს მაინც. ასერჩის, ნო. არა, ნორმალურია. თქვენ რა სიტყვით, ბატონო პლატონ? არა, ვფიქრობ მისაღებია. მისაღებია ნამდვილად. მეც ასე ვფიქრობ. თქვენ? ამხანაგებო, თქვენ რას ფიქრობთ? რა გაწვე. კოლმეურნეობისთვისაც სასარგებლოა ეს და ჩვენთვისაც. რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩვენ უკვე შევთანხმდით. კი ბატონო. მაგრამ რაზე შევთანხმდით? რაზე და ის რომ ხვალ საერთო კრებაზე მირიან ვაშაკიძის წინადადებას გავიტანთ. შენს რუჭკუაზე ხარ. კი. ზემოდან დაშვებულ სახელმწიფო გეგმას მირიან ვაშაკიძის წინადადება კიდე დაუპირისპირე. კი არ დაუპირისპირებთ, ლადო, დაუმტკიცებთ რას რომ შრომა და ცხოვრება სხვაგვარად შეიძლება. უფრო პატიოსი. აბა რა. ამიტომ მე შემომაქვს წინადადება. ხვალინდელ კრებას არ უდგენოთ ახალი გეგმა. კი ბატონო. და ამ გეგმასთან დაკავშირებით ღონისძიებებზე მოგახსენებთ ბატონი პლატონი. ხო ბატონო. ჩვენი თავმჯდომარის განცხადება მე არარეალურად მიმაჩნია. რატო, აბიხსენ, ერთად აკუმი მე ვარ გამგეობის წევრი თუ არა? ერთი შენთან ბოდიში დაჯექი რატო? მათქმევინეთ 1-2 სიტყვა. კი ბატონო. სანეთ ბატონო საფსო. ისმე. მაგი შესასარგებლოდ არაფერს იტყვის ვარლამეთში. უყურებ ახლა მე აი ამ ბიჭს. აპატიე პარლამენტში დღეს რატომღაც ასე მინდა გიწოდო და თან გითხრა რომ შურს მე დღეს შენი. კი, შურს. ალბათ აი ყველას ამათაც. ვინც შენამდე ყოფილა აქ თავმჯდომარედ ყველას შურს. ასეა ეს. ესე ჩვენში დარჩეს და
პირველად რომ შევკვირიბე, ის შეხვედრა რაღაცა არ გამოგვივიდა მაშინ. და ამ ხალხის წინაშე თუ გინდა ბოდიშსაც მოგიხდიადი. კი ბატონო, კი, მე არ დამვიწყებია პატარა გამოცდასავეთ რომ მოუწმეთ მაშინ ერთმანეთს. არ გამოგვივიდა ლამაზი, მაგრამ მე ცოტა ინტერესიანი კაცი ვარ, ცოტნე. შენ რომ მაშინ შეკითხვები დაგვისვი აქ. იმის პასუხები ჩვენი სოფლის ბიბლიოთეკაში რო ვერ აღმოაჩინე, თბილისში ჩავედი. თბილისში. და საჯარო ბიბლიოთეკაში ჩავჯექი, რომ იცოდეთ თქვენ. კი. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ არის საჭირო. ამაზე ჩვენ სხვა დროს მოხერხებულ ადგილას ვიმუსაიფებთ ალბათ. ეს არა მთავარი ახლა. მთავარი ის არის, რომ დღეს შენ პასუხი გაგვეცი ჩვენ ყველას აქ ყველაზე მთავარ შეკითხვაზე. კი, ყველაზე მთავარ შეკითხვაზე და ადამიანურად რომ გითხრა, ესე უბრალოდ რომ გითხრა, შულს კიდევაც შენი. რადგანაც ყველა ჩვენთაგას უღიტინებდა ეს აზრი გულში, ტვინში, სულში, მაგრამ ალბათ ან ჭკუა არ გვეყო, ან გამბედაობა არ გვეყო ბატონო, არც ინსტრუქცია გქონდა ზემოდან ჩემო მირიან, ალბათ. და ამიტომაც არის ასე რომ ვთქვილობ ჩვენი ლადო. რა სიზამ? პარტკომის დივანია კაცი და ასეა. მე კი, აგერ რომ მიყურებ. ორივე ხელი ამიწევია თანხმობის ნიშნად. და მიგმულე შენს თანამოაზრეთ ამ საქმეში. სამსონი ხარ ბიჭო შენ, ება თურმე სასწაულები ამ ქვეყანაზე ხდება. ერთი გამაგებინე. მაინცა და მაინც ჩინარიდან უნდა დაიწყოს ეს რევოლუცია. ეს გამოიწვეთ ხალხში. თავდამარე. უყარე კენჭიბა. მეც მათქოვინეთ ერთი სიტყვა. კი მოულით ვიზი გოგო. რატომ მე ხომ არ განგეო? აქ მევინოთ ახლა სიტყვა კონკავჭირის გასწორია. ჩვენი სოფლის ახალგაზრდობის სახელით ვიწონებ ამ იდეას. რაც ახლა ცოტნე ჩვენმა თავმჯდომარემ თქვა. თუ კი თქვენს გჯერათ ამისა. ჯერა, რა ვიცი. მაშინ მოგვეცით მიწის ნაგვათები და დაგემტკიცებთ რომ ეს შესაძლებელია. კაი ბიჭო. რაიონის ახალგაზრდობასაც მივმართავთ მოწოდეთ. ყველაფერი გასაგებია. თავმჯდომარე, უყაროთ კენჭი. უყარო, აიცა. რამდენჯერ უნდა უყაროთ კენჭი ერთსა და იმავე საათს? რატომ კარგია? ერთი წუთი ძალიან აქვთ მომისმენ. მე კვლავ შემომაქვს წინადადება. შევწყვიტო დღევანდელი სხდომა და ხვალიდელი კრებაც გადა. იმიტომ რომ ეს მარტო სამეურნეო კი არა. პოლიტიკური საკითხიცა და ხელმძღვანელობას უნდა შეუტანხმდეთ. რა პოლიტიკური? არა, ეს მართალია. ეგრე არ არის აქ. რა თქმა უნდა. შეთანხმებაა საჭირო. რაიმე შეცდომა არ დაუშვათ ხალხო. ვარლამოვიჩ. ხელმძღვანელობამ თუ იცის ამის შესახებ. რა თქმა უნდა იცის. ვინ იცის? ყველა აღმასკომმა, რაიკომმა, ყველა მესის. გავაშელმა იცის? გავაშელმაც იცის. რა საერთოდ მო? სოდნია უფროსობა. ხომ გეუბნებოდი ხელმძღვანელობამ რაღაც დიდი დავალებით გამოაგზავნა თავმჯდომარეთ ეს ბიჭი მეთქი, ყველაფერი გასაგებია თავმჯდომარე და გამოუცხადოთ ხალხს. ჩარხე მიკროფონი. კი ბატონო, რას დავაქნებთ ყოველივე ამას? რა? რასაც ახლა გადავქცევ. რა სახელის გარეშე არ შეიძლება? რა თქმა უნდა არა. ხომ უნდა გამოვაცხადო გადმოგცემთ ამას და ამას და ასე შემდეგ. სწორს ლაპარაკობს, ვარგო, ასე. დავთქვათ ინიციატივა. მოიცა. ინიციატივა რამე ახალი. ექსპერიმენტი რო დავაყენე. მანიფესტი. რა შვილო? ჩინარის მანიფესტი. მანიფესტი. არა, ცუდი ხომ? არა, ცუდი არ არის, მაგრამ რაცხა ჩვენებურად არ შეცდა. აბა კომუნისტური მანიფესტი. აბა, რითია ჩინარი ბახზე ნაკლე? კაი, გალაქტიონ, კაი. ბახვი რა თუაში ახლა მითხარია. კაცო, გადამდებს ეს მითხარი გალაქტიონ. ბახვის მანიფესტი არ გაქვსო? შეახსენეთ. მამა ჩემმა 900 წუთში თვითონ მოაწერა ხელი. ლენინმა კი ჟენევაში გაზეთში გამოაქვეყნა. სწორია, ამის შესახებ ჩვენ ლექციად მივიცეთ. სწორია, ჩინარის მანიფესტი. ისე როგორც გას თავმჯდომარე არ მოგწონს? კარგი. ვარდო, ჩარხე მიკროფონი. კი ბატონო. ჩუმად. ყურადღებით იყავით. ყურადღება. ლაპარაკობს სოფელ ჩინარის რადიო კვანძი. გადმოგცემთ საგანგებო ცნობას ჩინარის მანიფესტის შესახებ.
მიკროფონთანა ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ცოტნე ცოტაძე. ჩვენ ჩინარელებს უპირველეს მოვალეობად და ღირსების საქმედ მიგვაჩნია. ძირფესვიანად შევცვალოთ მდგომარეობა. რომ ჩვენ სოფელში ყოველი ნაკვეთი იძლეოდეს ერთნაირად მაღალ მოსავალს. ამისათვის თვითეულ საკოლმეურნეო კომს მოსავლელად გადაეცეს საკარმიდამო ნაკვეთის ტოლის საკოლმეურნეო ციტრუსოვანთა ბაღი და შეიცვალოს შრომის მატერიალური ანაზღაურების არსებული ნორმები. შეიძლება ვარლამენტი ზონ დინდიკოვიძე გამარჯობა ვარლამენტი გამარჯობა ხომ კარგად ბრძანდებით ვარლამენტი მოდლობთ დაბრძანდ გვალდოთ რამდენჯერ მოვედი ვარლამენტი შენთან მაგრამ ვერაფრით ვერ დაგიმარტოხე ერთი მეტად სერიოზული საქმე მაქვს და რასაკვირველია მოწმის გარეშე ვინაქვთ ხო ვიფიქრე ამ დილა ადრიან დავიჭერ მარტო ხელას მეთქი და მოვედი კიდევ ნამშვიდობისა გამარჯობა იცოცხლე ლადო იცოცხლე გისმენ დაბრძან მე წავალ ვარლამენტში მე რეგენახავ ხომ არავის დაურეკავს ასე მგონია მთელი რაიონი ჩვენს ელაპარაკობს დღევანდელი დილაც სხვანაირი მეჩვენება რა დრო ახლა რა დაიწყო ხო დავიძრათ პარე ხო მართლა იამზეს ვთხოვე ოქმები და დადგენილება გადაებეჭდა გადაებეჭდა როდის მოვასწრო დილას მოსულა 6 საათს დაგვესევიან ახლა კორესპონდენტები შენ გადახედე გადავხედე ერთ რამეზე კი მე თანახრება გული ეგ პარტიის კრების ოქმი რომ არ ახლავს მასალებს ჩვეულებრივი სამეფო ასეთი ინიციატივა პარტბიუროდან იწყება დღესვე მოველაპარაკები შენს მიღებაზე გავაშერს ერთი რეკომენდაცია ჩემზე იყოს რა გეჩქარება შეგაც თელს კავშირში ერთადერთი უპარტიო თავმჯდომარე ალბათ შენ ხარ მე რა ჯობია ერთადერთობას და პირველობას თავმჯდომარესათვის პარტიის წევრობას სულ სხვა ფასი და წონა აქვს არც გორკე ყოფილა პარტიის წევრი ჩაპაევი კიკვიძე მაგრამ წონა და ფასი გონი არ აკლდათ ამ დღეებში მოუწევ ღია პარტიულ კრებას შენს ინფორმაციას მოვისმენთ სიმართლე აჯობებდა შენი კრება ცოტა ადრე მოგვეწვია რატო მაშინ ჩვენ ერთად ვიქნებოდით ვერ გავიგე ჩვენ ახლა ერთად არა ვართ ჯერჯერობით კი ჯერჯერობით გამაგებინე რა სამყარო არა შენ ალბათ ჩემზე უარესად გეძინაწუხე ისა უზმე მაინც აბა წავიდეთ რაიკომის ბუფეტში წავიხემს ადო ჩამოჯექი რა დროს ჩამოჯდომა ჩამოჯექი რა ჩამოჯექი აბატონო ჩამოჯექი ცილადო გავშელმა ამის შესახებ არაფერი არ იცის რის შესახებ აი რაც ხელკრებაზე მოხდა და რის გამოც ჩვენ ახლა რაიკომში მივდივართ აბა ვინ იცის ამის შესახებ არა
როგორ არა მე? ჩაულებრივად. მოიცა. აკი გამგეობის ხდომაზე შენ თქვი რომ ამის შესახებიც ის ყველა ახმასკომა, რაიკომა თვითონ გავაშელა. თქვი? მე როგორ გამოდის ეს? გამოდის რომ მე მაშინ ვიცრუე. მაგრამ რატო? იმიტომ რომ მხარს არ დამიჭერდით. მერე რისი მედით გააკეთეს? საკუთარი თავისი მედით ლადო. დასწუნებული ვიყავი და ახლაც ამას ვეფიქრობ, რომ მართალი ვარ. წამოვიწყეთ შესანიშნავი საქმე. მაგრამ ისიც ვიცი რომ მაშინ სხვა გზა არ მქონდა. იმას კი არ ფიქრობდი რა მოხდებოდა ამას. მაშინ არა. ახლა ვფიქრობ. ნანო? არა. მით უფრო გუშინდელი გრების შემდეგ. რა სიტყვი გავაშერს? არ ვიცი. გააჩნია თუ რას მეთქვის. შენ არ იცი რას გეტყვის გავაშერე. არა? არა იცი. შენ გეშინია და ნანო კიდეც. სწორედ ამიტომ გამიბი ეს ლაპარაკი. არა, ბადო, ამისთვის არ დამიწყე ეს ლაპარაკი. მე სხვა რამის მეშინია, გესმის? რისი? შენი. ჩემი? ხო, შენი. როგორ ჩემი? შენ ჩემს გვერდით არ იქნები. ჩვენ ერთად მივდივართ გავაშელთან. არა, შენ ვერ მემიხვდი. მხარს არ დამიჭერ. აი ამის მეშინია. ესე იგი შენ იცი რასაც გეტყვის გავაშელე. თუ გონია ახალგაზრდობით გეპატიება ყველაფერი. რახან პატიებაზე მიდგა ასაგებია ჩემთვის. რასაც შენ იქნება. შენ უკან დასახევი გზამეც მომიჭერი. და ეხლა გამოუძახები ამ ზეს და ვეტყვი რომ ხელმეორედ გადავეჭდოს ოქრო. თქვა შენ კრებაზე არ ყოფილხარ. ალბათ იყავი, სიტყვა არ გიტყვეს. ოღონდ გულახდილად მითხარი ვარ. აი ჩვენ ეხლა მარტონი ვართ აქ. ხომ კარგი საქმე წამოვიწყეთ ჩინარში. სასარგებლო საქმე. რა მნიშვნელობა აქვს? რას ფიქრობ მე? აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა. აქვს, გაიგებადო, შენ სპეციალისტი ხარ, გამოცდილი აგრონომი, ჩემზე უფროსი, ცხოვრებაც მეტი გესმის და საქმეც. კარგი, თქვათ მე შევწდი. მაგრამ ამდენი ხალხი. ხომ ხედავ რა მოხდა წუხელ კრებას? მე ახლა მაინტერესებს არა კრების. არამედ გავაშელის აზრი. გავაშელი მხარს დაგვიჭერს. უნდა დაგვიჭიროს მხარი. არ შეიძლება რომ არ დაგვიჭიროს მხარი. შენ ჯერ გამოუცდელი ხარ და ბევრ რამეს არ უწევ ანგარიშს. იცი რა შეიძლება მოხდეს. ყველაფერი ეს ჩვენ შეიძლება პოლიტიკურ შეცდომად ჩაგვითვალო. მედეც. შეიძლება პარტბილეთის დამატოებინა. 5 წუთის წინ შენ მე პარტიაში მღებულობდი. რეკომენდაციასაც მაძლევდი. მე გეუბნები რა მოხდება 10 წუთის შემდეგ. დაგვარწმუნებენ რომ ეს ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკას. მე რეიტყვიან არის აზრიო და ჩვენ შევეგუებით ამ აზრს. რადგანაც არსებობს საერთო პარტიული დისციპლინა, რომელიც ჩვენ გვავალებს. პარტიული დისციპლინა იმას არ გვავალებს, სულ თავი უკრა უფროს და ხმა რა მოიყო, როცა საქმე ბუჭდება. ასეთ დროს გაჩუმება, თვალის დახუჭვა, შავის თეთრად გასაღება, უფრო მეტი უდისციპლინობა. მერე ვინ იქცევა ასე? ყველა ვინ შესავით ფიქრობს. შენ ნამეტანიზებით ხომ არ შეტოვე? ჰა? იმაზე მეტად შენ რომ ფიქრობ. ჩვენ
მაინც მოგიწევს დასვლა. მე არ წამოვა. რატო? ჩემთან ერთად თავის მართლება გაგიცნებდება. შენ მაინც მოგიწევს თავის მართლება. მაგრამ აჯობებს თუ შენ ახლა მარტო წახო. მე შენს მაგივრობას ვერ გავწევ. ვერ შენს სასარგებლოდ ვილაპარაკე. გასაგებია. ცოტნე. მარტო წავიდა? როგორ საინახე. შე ყველაფერი უთხარი? ყველაფერი. რა თქვა მე? პოლიტიკური შეცდომა დაგვიშვია თურმე. ცოტნე რა მოხდება? არ ვიცი. იცი მე რაღაც დავამატე. რა? რომ თითქოს მე ვთქვი სიტყვა. რა თქვენოდა? მეტი მოხრე რომ ყოლოდა. განაცოტა მომხრე ყავდა? ვიცი, მაგრამ მაინც ჩავწერე. მე რა? ეს არც ისე დიდი შეცდომაა. თქვა სიტყვა არ გითხოვს, მაგრამ ხომ ასე ფიქრობ? ხო. ცოტა მე მეშინია. ეც. მამა ჩემი თუ იყო მეტაკრებოც. არ ვიცი, არ მინახავს. არ ყოფილ. ედილა ჩვენით. რა უთხრა? არაფერი, ისე ნახე როგორ ახიან და დაბრუნდა. კარგი. ეს ჩემი კითხავს ალბათ. ხომ არ გახტავა? რა უპასუხო? უთხარი ამნელით არ უსაუზმეა თქო. ამის გამოკატას და წამოიდე. კარგი? კარგი. იმზე. ხო. ტელეფონი გამორთე. კარგი. რა შემოგდევას? აღიარებ შეცდომა. ეს ყველაფერი დავაბრალოთ ჩემს ახალგაზრდობას და გამოუცდელობას. სამაგიეროდ დაგტოვებენ თავმჯდომარედ, არა? ალბათ. და თუ არ დათანხმდი? მაშინ კრება გადაწყვეტს. იცი მე რასაც გადაწყვეტს კრება. ლაცვს დაუჭერენ ყარს. სიგი გავაშალს. ალბათ. ადვილად შერიგები ხარ ამაზრს. გავაშელმა იმდენი რამ გააკეთა ჩემთვის. საყვედურიც მიიღო ამისგან. აშხმა მითხრა და მეც დარწმუნებული ვარ, ახლა არც ამ ამბის გამოეტყვიან მადლობას. ჩემს ფრევ ღალატი გამოდის. არის ზოგი რამ, რაც შენზეც და გავაშელზეც მაღლა დგას. მე გავაშელთან ბრძოლა არ შემიძლია. ასე დროს საკუთარ თავთან უნდა მოიგო ბრძოლა. ჩემთვისაც ძნელი იყო აქ მოსვლა. მაგრამ დედა შენმა თხოვას. დედა ჩემმა? ხო. წუხელი იმას არ უძინია. შენთან აპირებდა მოსვლას მე დაუშვა. ესე არ შენ არ გიძენია? არაფერი. სანამ
ხალხის წინაშე წარსდგებოდ მინდა გითხრა. გითხარი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ერთი ყველაზე ძნელი დღე. ისეთი არჩევანის წინაშე გსაჯერედით. ასეთ დროს არავის არ უნდა ამდო არჩევა. არც საკუთარ მშობელს, არც კრებაზე აწეულ ხელებს უნდა დაემორჩილო, არც ბრძანებას, არც მუკარას. მხოლოდ საკუთარ წმენას და სინდის უნდა დაეკითხო და ისე გაჭერო. ყველა ვერ ახერხებს ამას, ვერც მე ვახერხებდი. ზოგჯერ ვიცი შენ ახლა ძალიან გიჭირს. მიჭირს. და არჩევანის წინაშე დგეხარ. ხო. მე შემიძლია ლოგიკი. ისე. რაც არ უნდა გაგიჭირდეს. ისე. რასაც არ უნდა აკპირდნენ. ვიცი. ოდასე. კიდევ გწევა? აბა რატომ დირი? Ცოტა შესანიშნავი გუნებაზე ვარ. ისეთ გუნებაზე რომ ემზე რამდენი წელს ხარ? 17 წლის და 8 თვის. რა იყო? ზაგეთებ ახლა. არაფერს. მინდა მეკითხა ამ კრების უქმით მე უნდა დავწერო? იცოდი არავითარ შემთხვევაში არ დავწერ. უნდა წერ. არ დავწერ. უნდა ხლა ყველაფერს აჯობებს თუ შენ განცხადებას დაწერ. რა განცხადებას? ითხოვ სამსახურიდან განთავისუფლებას. რატო? ამას მე დაიგებ. კი, მაგრამ რა დავაშალე? ხლა რამცალია საცაკრება დაიწყება. არავითარ განცხადებას მე არ დავწერ და არცადაც არ წავალ. იცოდე, გაგანთავისუფლებ. უმიზეზოდ ვერ გამანთავისუფლებ. გამიგონე, ეხლა არაფერს თქმა არ შემიძლია, საცაკრება დაიწყება. მაგრამ განცხადება შენ მაინც უნდა დაწერო. არავითარ განცხადებას მე არ დავწერ. სანამ მიზეს არ მეტყვი. კარგი. გეტყვი. ოღონდ ეხლა არ, საღამოს კრების შემდეგ. რატომ კრების შემდეგ? ასია საჭირო, იამს. ცოტა მიზეზი მითხარი და აქვე დავწერ განცხადებას. გეტყვი. დაწერ. მეტყვი? იამზე? მაცალე. აჰა. იამზე მე შენ სულაც უნდა მოგიყვანო. გამოყვები.
არ ვიცი. მე გეტყვი. იამზე. ეხლა რომ უნდა მითხრა იამზე. სანამ ამ გაცხადებას რეზოლუციას დავაგებ. როდის უნდა გამოგვე? ამას მე მოვილაპარაკებთ. შენ მითხარი ხო თუ არა? ხო. არა. კი. იამზე მითხარი ხო თუ არა? იცი რა ახლა მოვაწეროთ ხელი. როგორ ახლა? ამ წუთას. ამ წუთას არ შეიძლება. რატომ? თუნდაც იმიტომ რომ საცაა დაიწყება კრება. სწორედ კრების დაწყებამდე უნდა მოვაწეროთ ხელი. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება შენ ამ კრებაზე თავმჯდომარეობიდან განთავისუფლო. ასე ამბობენ. დედა ჩემის ამბავი ვიცი. თავმჯდომარე რომ აღარ იქნები, შეიძლება აღარც გაგატანოს ჩემი თავი. ხო, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ხდება ეს. მოვასწრებ? მე ვიცი. აღმასკომის მდივანია საჭირო და 2 მოწმე. დეიდავარდო აქ არის მოწმეებსაც ვნახავთ. იქნებ შემდეგ არავითარ შემთხვევაში. ახლა დეიდავარდოს დაუძახე. შეიძლება ვარდამიჩ. მოდი ინდიკობიძია, მოდი. ერთი საქმე მაქვს შენთან ინდიკობიძია. čo ასე იყოს ვარდამიჩ, მაგრამ სანამ ვინმე შემოსულა კიდევ. ჩემი თხოვნა მინდა მოგახსნა და იმედი მაქვს სასაკვირველია უარს არ მეთქვა. სასაკვირველია ინდიკობიძია. იცოცხლე. ვარდო დეიდა. ერთი სათხარი მაქვს შენთან რა. ბრძანეთ. ერთი საქმეა ქორწინებასთან დაკავშირებით. ესეთ საქმეებს ხომ თქვენ განაგებთ? დიახ. რამდენჯერ აგიხსენი ინდიკო რომ ყველაფერი რიგზე იქნება მეთქი. რა საჭირო იყო ახლა მისათვის თავმჯდომარის შეწუხება? კი, მაგრამ ვარდოს ვენაცვალე, მე ჯერ სიტყვას არ დამიძნავს, საერთოდ ვერ მოვახერხე. არა, ვარდო დაიდა, ინდიკობიძე არაფერ შუაშია. ეს პირადად მე მეხება. მაშინ ერთხელ კიდევ გავარდა, მოიცლი მაშინ შეგვიძლია. არავითარ შემთხვევაში პირადად თქვენ მჭირდებით ინდიკობიძია, შენ მჭირდა. კი ბატონო, თუ რამეში გამოგადგები, აგერ ვარ მეზგო. მე ცოლს თხოვლობ ვარდო დაიდა. სულითა და გულით მოგივაცავდე და აგა შედა ღმერთმა. აბა უცოლო თავმჯდომარების გაუგია ვარდოს ვენაცვალე, კი, მაგრამ როდისთვის აპირებ? დღესვე, აი ახლავე, ამ წუთს. სანამ კრება დაიწყებულს. კი, მაგრამ ქორწინების ნებართვის მიცემა შეიძლება განცხადების შეტანიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ. 1 თვის შემდეგ? ხო, ასეთი წესია. ყველა შეუძლებელია ეს. ვარდოს ვენაცვალე, თავმჯდომარესთვის კი შეიძლება გამონაკლისის დაშვება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიძო არმიაშია გაწეული, ან და რაიღმასკომის ნებართვით. ვარდო დაიდა, მოგიტან შენ მჭირები ამ ცნობას აუცილებლად მოგიტან. როგორც გამონაკლისი. კარგი. მხოლოდ ამისათვის საჭიროა მოწმეები, 2 მოწმე და განცხადებები. მოიცა, კი, მაგრამ პატარძალი ვინაა? იამზე. ჩვენი იამზე. უგურო შენი მამა ძაღლსა. მივდივარ დარღვევაზე. ინდიკობიძია, ერთი მოწმე შენ უნდა იყო. მოგიკვდეს ჩემი თავი. ძალიან კაი, აი სანამ განცხადებას დავწერ. მომიყევი შენი ამბავი, რაც შეიძლება მოკლედ რომ არავინ არ შემოგვისწროს. ერთი სიტყვით ვარლამიჩ. მომავალ შაბათს ქალიშვილს ვათხოვებ და საქორწილო სუფრას შემოდა უთამადო. აბა, უარი არ მითხრა ახლა. მე სეფის გაჭიმვას არ ვაპირებ, ვიცი კანონით აღძალულია და დარღვევაზე არ წავალ, მაგრამ შენს მეტი თამადა არავინ არ მინდა იცოდე. რატომ აინდა მაინც მე ინდიკობიძია? დაფასების ამბავია ვარლამიჩ. შენ ქორწილში მაგალითად აღმასკომის თავმჯდომარე ან სახალხო კონტროლი უნდა იყოს თამადად. მე რა ჩვენ საყავს ეგრე სახალხო კონტროლი. არ გამოდგება ვიციკო, არ გამოდგება, თანაც ბახვას კუჭის ყლულია. არა ვარ მე მაგ საქმის სპეციალისტი ინდიკობიძია. თამადას ღვინისმა უნდა შეეძლოს. ვარლამიჩ. ოღონდ შენ სუფრის თავი დამიმშვენე და სადღეგრძელო მითხარი და შენ ბედნიერებაში როგორც გინდა მიფსახურე. შევუდგეთ საქმეს. მოდი. ვარლამიჩ, მომწადეთ. თქვენი განცხადებები? განცხადებები თქვენი. იამზე, შვილი განცხადებებიც. მოწმეები? მოწმეები. თქვენი სახელი და გვარი? თქვენი სახელი და გვარი და გავიზა, ვარდოს ვენაცვალე, ამხანაგო მოწმე, თქვენი სახელი და გვარი. ინდიკო პართენიძე გარაყანიძე, ასაკობელია. პლატონ სოლომონიძე ინცკირველი. იამზე ბაზაძე, გსურთ თუ არა თქვენ? დახვეთ ცოლა ცოტნე ცოტაძეს. აი, ეგ გახმა. იამზე.
სურს თუ არა გაყვე ცოლად ცოტნე ცოტაძეს? სურს. ცოტნე ცოტაძე. სურს. მაშინ მოაწერეთ ხელი. მოაწერეთ ხელი. ასე. მოწმები? კი ბატონო. იამზე და ცოტნე. ამიერიდან თქვენ ხართ ცოლი და ქმარი. გილოცავთ ახალი ოჯახის შექმნას და გისურვებთ ბედნიერებას, დედა, გამრავლებას. აბა, წესია. Ravalzamier, varmi kharjo. Ravalzamier, გაგზელეთ. როგორ ჩანს აქ მეტად სერიოზული ამბავი ხდება, ხომ არ? ძალიან სერიოზული ბატონო არჩი. ცოტნე და იამზე დაქორწინდა. კი ბატონო. შეიძლება ამისათვის შესაძლებელი დრო მოგეძებნათ ხალხო. იმედად ახალგაზრდებს გაბედნიერება. ალბათ გვაპატიებთ ასე ხელსარიელად რომ მოვედით ამ ბედნიერების დღეს, მაგრამ ქორწილზე გამოასწორებთ შეცდომას. ხლა უპირველეს ყოვლისა ბოდიში მინდა მოვიხადო პატარზალთან. თქვენთანაც? კი ბატონო. მაგრამ მე და ცოტაძე მარტო უნდა დავტოვოთ. კი ბატონო. კი ბატონო. კი. მაინც შემოხვედით. მეზობელ სოფელში ვიყავი და გადავწყვეტე აქაც შემომევლო. სხვათა შორის თქვენ საქმეზე მთელი რაიონი ლაპარაკობს. ირკვევა სახელწოდებად შეგირჩევიათ. ჩინარის მანიფესტი, ხო? ეს ისე იხუმრა ერთ-ერთ. კარგი ხუმრობაა, მე და შემოგვერთა. სხვათა შორის მომწონს ეგ სახელი. ალბათ შენ არა, ვერ მივიწერ სხვის დამსახურებას. ლაშხმა გითხრა ყველაფერი, ხო? დიახ. ძალიან კარგი, მაშინ გაგვიაჯილდება საუბარი. არა მგონი. რაიკობში არ ჩამოხვედი, გამიზნელდება ლაპარაკი, ვინაიდან პირველი მდინები არ არიან შეჩვეული. კაბინეტში შელაპარაკებას, ხომ სწორად გადმომცეს? დიახ. აქ როგორც მასპინძოს, ხომ არ გაგიძნელდება ეს? რაცა უნდა იყოს სტუმარი ვარ. სადგინა მაშინ რომ შევხვდეთ. ალბათ ხალხის წინაშე ასე ფიქრობ ახლა შენ. არა. ახლა ასე აღარ ვფიქრობ. რატო? იმიტომ რომ იქაც თქვენ იქნებით მართალი ბატონო არჩი. ხალხს დაუწყებთ ლაპარაკს პარტიის სახელით და თქვენ დაგიჭერენ მხარს. ჩემი მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე შენ ფიქრობ. მაშინ შენი არჩევის კრებაზე რამდენი გავიდა მას შემდეგ? 6 თვე და 7 დღე. მაშინ მე ვიყავი შენი პირველი მხარის დამჭერი და დამიჯერეს. ახლა შეიძლება პირიქით მოხდეს, აი რა შეა ჩემი მდგომარეობის სირთულე. მე ამას მივხვდი. მაშინათვე როცა ლაშხმა მითხრა თქვენზე არ ჩამოვა. რა ხუხედავ მე ჩამოვა. შენ ხომ გიდოდა ეს? დიახ. ჩემს მდგომარეობას ის უფრო ართულებს რომ ისტორიას არ ახსოვს. ქორწილის დღეს მეფე გაინთავისუფლებინო თანამდებობიდან. სხვათა შორის დედოფალიც. ვერ გავიგეთ? მანას დაწერა განცხადება და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. ალბათ პროტესტის ნიშნად, ხო? შესაშური ერთგულება. ბატონო არჩი. მინდა გითხოთ. გითხე. რატომ შემოხვედით? რისთვის შეიცვალეთ აზრი? ლოგიკური შეკითხვაა სხვათა შორის. არი ფიქრო, იმიტომ ჩამოვედი თითქოს ლაშხი ვერ მოერეოდა ამ საქმეს. ვერ დაიყოლიებდა კრებას. ისიც ალბათ ჩემსავით
პარტიის სახელით ილაპარაკებდა და დაარწმუნებდა ხალხს, რომ მოხდა გაუგებრობა, ბერამეს ვერ გაუწიეთ ანგარიში, სხვა. გუშინ ნაწყენმა და გაჯავრებულმა მართლა გადავწყვიტე ლაშხი ამომეგზავნა აქ. მაგრამ მე მივხვდი, რომ იმას შეეძლო დაერწმუნებინა კრება, ხალხი, მაგრამ ის ვერ დაგარწმუნებდა შენ, ეს კი ჩემი მხრივ უპატიოსნო საქციელად მომეჩვენა. ბატონო არჩი. მე მინდა რომ იცოდეთ თუ. ასყვა მე მართლა დამარწმუნა. ოღონდ არა იმაში, რომ ჩვენ შევცდით, ავჩქარდით, დანაშაული ჩავიდინეთ. არა. მე დავწმუნდი იმაში, რომ იმან რაც აქ მოხდა, შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ თქვენ. ეს არა მთავარი. არა, ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ვიცი, საქმეზე რომ მიდგეს, პირველ ყოვლისა თქვენ მოგთხოვენ პასუხს. შეიძლება. მაგრამ ლაშხმა მირჩია დამეწერა ახსნა განმარტება. ლაშხი წინ დახედული კაცია. მე ვერ მოვახერხე. ვიცი, გაგიზნებდებოდა. მაგრამ მე დავწერია ეს ბატონო არჩილ. შევეცადე გადმემეცა შეიძლება ჭკვიანური აზრები. თქვენს დასარწმუნებლად, შესაძლოა თავის გასამართლებლადაც. მაგრამ აი მოხვედით თქვენ და ვიხდი რომ ეს ყველაფერი სისულელია. ვინაიდან როგორ შეიძლება მე გარწმუნებდეთ თქვენ ჩემზე უფრო გამოცდილსა და ჩემზე უფრო ჭკვიან ადამიანს, რომლის უპირველესი მოვალეობაცა შავის და თეთრის გარჩევა. და კიდევ უფრო ბევრი რამის რაზე და შენ წარმოდგენას არ აქვს. შესაძლოა, მაგრამ მე რომ იმ კრებაზე გამოვიდებ, აღიარო არარსებული შეცდომა, მოვინანიო არარსებული დანაშაული, ხალხი არასოდეს არ მაპატიებს ამას. ბატონო არჩი. კიდე დავკარგავდი საკუთარი თავისადმი პატივისცემას. თქვენ და ვინ პატივისცემასაც. შენ თვითონ თქვი, რომ ლაშხმა თითქმის დამარწმუნაო. თითქმის. შემდეგ რა მოხდა? იქნებ ჩემმა ჩამოსვლამ შეგიცვალა აზრი. თქვენს მოსვლამდე ჩემთან მოვიდა ერთი კაცი. ეს ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყანაზე და ყველაზე მეტად მჯერა მისი. რა გითხრა იმ კაცმა? მან მითხრა, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება არჩევანი. არჩევანის წუთი თუ როგორ უნდა იცხოვროს მან. რომ ასეთ დროს ორი უნდა მიუგდოს მხოლოდ საკუთარი სიმბისის ხმას. რასაც არ უნდა დაპირდნენ, რასაც არ უნდა დაპირდნენ. მე მგონი სწორედ ის დღეა ჩემს ცხოვრებაში. ის კაცი მამაშენი იყო, ხო? დავიწყოთ? ბატონო არჩი. რა შეესე? შეგერო დახავთ? ბატონო არჩი. იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ მოველოდით. რას ნიშნავს იმაზე მეტი? ეტყობა აი ამ ზარის ხმა მოიზიდა ხალხი. ხელისოფელი აქეთკენ დაიძრა. ხო და ძალიან კარგი. რა კი ხალხი მოდის და ხვედრაც უნდა. გულში ტევა არ არის. ხალხი კი მოდის და მოდის. თქვენ რას ფიქრობთ? ვაკვრეთ. როგორ მოიცეთ თავმჯდომარე? ახლა აქ გადამწყვეტი სიტყვა უკვე თქვენ გეკუთვნით. მაშინ წავიდეთ. ჩვენზე უფრო დიდი ადამიანები გამოსულან ხალხის წინაშე. ღია ცის ქვეშ.